გამოგდებული ეგრეთ წოდებული მამაოები, ხო? ეს დოროთე ყურაშვილი ადამიანს, რომელსაც 30 წელია უფალო შემიწყალი არ უთქვია, ხო? იმაზე რაღა უნდა ვთქვა, იმას შემიძლია ურჩიო, რომ ერთი კაი ახალი ჟილეტის საპარსი გამოვიდა და შეუძლია გაიპარსოს თავისი წვერი და შეუერთდეს, გახდეს ერთი მაგათი ლიდერი რა. გადავიდეს საერო ცხოვრებაში. არ შეიძლება თქვენ ელემენტარულად ვიღაცა დაარიგოთ, მრევლი ყავდეს, ჭკუა ასწავლოთ, თუ ასე შემდეგ და რაღაც სულიერი განათლება მისცეთ, თქვენ თვითონ ხართ ადამიანი, რომელიც იძახის, რომ საერთოდ ლოცებს არ გკითხულობ რა აზრი აქვს ღმერთი ისრე ჩემი წყალებს ვიძახი და შეგიძლიათ გაიპარსოთ. ძალიან გთხოვთ, გაიპარსეთ და დადექით რა, ლიდერად მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთეთ რა. არ გექნებათ პრობლემა მაგაზე, არავით არის, არც განცდები გექნებათ, მე როგორც ვატყობთ, თან პატრიარქს რო იშველიებს, პატრიარქის სიტყვებს იშველიებს და ამან ესეთი რაღაცა აკადრა და იმანა თქვენ თვითონ რას აკადრებთ? საკუთარ თავს პირველ რიგში და თქვენ თვითონ რას აკადრებთ პატრიარქს, ხო? თქვენ ხართ უნამუსოები, უნამუსო ადამიანები, პეტრეცაავას და თქვენ დოროთე ყურაშვილიც, არც მომიბრუნდება, მამაოები გიწოდოთ თქვენ რა, გაიპარსეთ ჯობია და საერო ცხოვრებაში გადადით, გალიდერდით, თქვენი ლიდერებისავით იქ რო გიზით ციხეში რა, პაჭყობით რა.